მეგობრებო, ეს არის 90-იანების ნამცხვარი, რომელსაც ყოველ დღესასწაულზე ვამზადებდით და ერქვა მელიის კუდი, რატომ არ ვიცი. ჩემი სტუდენტობის დროინდელი წიგნი და ჩანაწერებიც კი მოვიპოვე. დაგვჭირდება 6 კვერცხი მწიკვი მარილი, 2 ჩაის ჭიქა შაქარი, 1 შეკვრა ვანილი, ავთქვიფე კარგად გათეთრებამდე და შაქრის გალღობამდე, დავუმატე 3 სავსე სუფრის კოვზი თაფლი, 1 სავსე ჩაის კოვზი, სოდა გააქტივებული ცოტა ძმარში, 5 სუფრის კოვზი რძე და 5 სუფრის კოვზი გამღვალი და გაგრილებული კარაქი, 4 სუფრის კოვზი კაკაო და ბოლოს დაგვჭირდება 4 ან 5 ჩაის ჭიქა, ფქვილი ერთიანად არ ჩააყართ, უნდა გამოვიდეს ესეთი მასა. საცხობი ლანგარი ამოვაბრუნე, წაუსვი მასზე ცხიმი, შემდეგ მოვყარე ფქვილი, თვალის ზომით ავიღე ცომის მეოთხედი და ფქვილის დახმარებით ესეც გავაბტყელე, დავჭხლდე ჩანგლით და გამოვაცხრა 80 გრადუსზე, ძალიან სწრაფად ცხება, ფრთხილად უნდა აიღოთ, აინახეთ როგორ, იმიტომ რომ ეკვრის ცოტა საცხობს ფირფიტები, გამოვაცხრე ასე სათითაოდ 4-ვე ფენა. კრემისთვის დაგვჭირდება 1 ლიტრი რძე, რომელსაც გავხსნი 6 სავსე სუფრის კოვს ფქვილში. გავატარებ საცერში, რომ კოშტები არ შეყვეს და დავამატებ 300 გრამ შაქარს, შემოვდგე გასკვლას დაბალ ალზე და ვადუღე 10-15 წუთით მუდმივი მორევით. შემდეგ გადავიტანე ცალკე გასაგრილებლად, ყველა მივჭით ეს პროცედურები და ამოვიყვანე 250 გრამ კარაქთან ერთად და ბოლოს დავამატე 2 შეკვრა ვანილი. დავკრემე ნამცხვარით და ბოლოს მოვასხე მინანქარი, რომლის აღწერილობასაც დეტალებში